გამოვედი სამზარეულოდან, კულინარიიდან, ცომიანი ხელები დავებერტყე და დავჯექი ბიბლიოთეკებში, ხელნაწერებში. რომელი მივიწყებული ტრადიციის გაცოცხლებას სურვებდით ყველაზე მეტად? აი ესე ვუყურებდი ამას გემრიელობების და ცოტა როგორ ვთქვა, ლუარსაბულ ხასიათზე ვუყურებდი ამ თემას და შემრჩა ბომბი. თქვენი აზრით, სად გადის ზღვარი ამ ავთენტურობასა და მოდერნიზაციას და თანამედროვეობას შორის? გასტრონომიაში იგულისხმება, რომ შეგიძლია გააკეთო ხინკალიც შავი თუ გინდა და გააკეთო თქვა ფარშევანგის ჟელე. გასტრონომიაში შენი ფანტაზია თავისუფალია და არის მესამე ეროვნული სამზარეულო როგორც ნიშანი. იქ რო შეცვალ ხალხი არ გაპატიებს. რამ გამოიწვია ეს? გემოვნების ცვლილებამ, დეფიციტმა? ისინი არ ამბობენ ქართულ სამზარეულოს, ამბობენ ჩვენებული, ძველებული, თბილისური, მამაპაპუ, რაღაცაო ჟელეს ეძახიანო, თვრალი კაცი ვინც სახსახერცო, სად არის ჩემი ბოზბაში ჩამაყოფი და პური ამომაყოფი და ციფრულმა და ტექნოლოგიურმა განვითარებამ ქართული სამზარეულო როგორ შეცვალა? მე ორნაირად მოგზაურობ, ერთი წარსულში მოგზაურობ და მეორე თანამედროვეობაში. მე თვითონ გავგიშდი გიგი და მე კი რას წავაწყდი. დაპრინტული სტეიკის მაგალითი წარმოაჩინეს. შე თვითონ ირჩევ მაგალითად დიმიტრი ყიფიანის დიეტაზე დაჯდე თუ ლუარსაბის დიეტაზე. მომხმარებლის მოთხოვნა როგორია? ქართულ სამზარეულოს აქვს თავის დაბადების მოწმობა. თუ ფიქრობთ, რომ აი მოლეკულურ სამზარეულომდე შეიძლება მივიდეთ? გესმით ხო რა დღეში იყო ეს მისი ანუ ჩვენი წინაპრის პირის გემო, ეს რეცეპტორები და ჩვენი ახლა გამარჯობა ჩვენებური პოდკასტის მაყურებლებო, მოგესალმებით, მე და მეგი. და დღეს მოგიბზარდეთ ძალიან გემრიელი პოდკასტი. არა? გემრიელი და ძალიან საინტერესო, საინტერესო. რადგან დღეს ქართული კულინარიის წარსულსა და მომავალში ვიმოგზაურებთ. მეგზურობას კი გაგვიწევს ქართული კულინარიის ექსპერტი ესმა კუნძულია. მოგესალმებით. ძალიან ხარია რომ ხარ ჩვენ. მადლობა დიდი. მაყურებელს მინდა თქვენი რეგალიები წაუკითხო. უბრალოდ მე მართლა ვეცადე დამახსოვრებას. მაგრამ არ გამომივიდა და რა მაგარია, როცა რეგალიების ვერ იმახსოვრებ იმდენია. ესე იგი. ბევრი არა, მაგრამ მნიშვნელოვანი ჩემთვის. მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა. ესე იგი, ქალბატონი ესმა გახლავთ, კულტურის კვლევების დოქტორი, 2010 წელს დააფუძნა საქართველოში პირველი კულინარიული ჟურნალი, პირველი კულინარი. 2015 წელს შექმნა ქართული გასტრონომიული კულტურის მუზეუმი. წლების განმავლობაში მიჰყავდა გადაცემები, სადაც აცოცხლებდა საქართველოს სამზარეულოს ისტორიას. მალე კი მისი ორი წიგნის პრეზენტაცია შედგება, რადგან აუცილებლად ვისაუბრებთ ცალკე. ქალბატონო ესმა, მადლობა კიდევ ერთხელ სტუმრობისთვის. პირველი კითხვა მაქვს ასეთი. ზოგადად ამბობენ, რომ კულინარია ერის ავთენტურობის საგანია. თუ მაინტერესებს თქვენთვის რას ნიშნავს ეს და რა არის ის მთავარი კოდი, რითაც ქართული კულინარია გამოირჩევა? მადლობა, ძალიან საინტერესო კითხვაა. მე კიდე სწორედ ამ კითხვას შევყევი იმ დიდ ძიებაში. მე ლინგვისტი და პოლიტიკური ჟურნალისტი, საერთოდ რო წესით არ უნდა მოუხდელიყავ. მიუხედავად იმისა, ძალიან კარგად ვამზადებ მე თვითონ, ძალიან გურმანი ოჯახიდან ვარ და ტრადიციას თეთრი სუფრების და ავერცხლის და ანაჩანგლის და ყანწების ოჯახიდან ვარ. ჭავჭავაძის პროსპექტზე გავიზარდე და ანუ ეს არ გამკვირვებია, მაგრამ ახლა ეს ძიება, მაგრამ დაახლოებით ისე ვუყურებდი ქართულ კულინარიას ტერმინსაც შეხმარობ, რომ მეგონა რომ კულინარია იყო ეს და აღმოჩნდა რომ ეს კულინარია არ არის. ეს არის სამი ტერმინის განსხვავებული ვარიაცია. კულინარია ეს არის ხახვის დაჭრა, ტექნოლოგიური პროცესი, მოხრაკვა, ჩაშუშვა. ამას აქვს კიდე თანახლავს გასტრონომია მეორე ტერმინი, რომელსაც ევროპის და საერთაშორისო მეცნიერები ეძახიან, ეს არის უკვე სამზარეულოს, ანუ კულინარიის და ადამიანების და კულტურის ურთიერთობა. აქ უკვე შედის, მე და თქვენ რო თქვათ გურმანები ვართ, აქ უკვე შედის რომელერს რა ხასიათი და თვისებები აქვს და არის მესამე, რომელსაც მე ვიმსახურები და ეს არის ეროვნული სამზარეულო, რომელიც არის ხელუხლებელი და როგორც კი მივხვდი, რომ მე ვიკვლევდი ეროვნულ სამზარეულოს როგორც კოდს და როგორც ერის სახეს, აი კულინარია და გასტრონომია უკვე ცოტა გვერდზე ჩაიჩოჩა. ამიტომ მე ჩვენ ხა აი ამ კულინარიის ფარგლებიდან როგორც კი მოვწყდი, მივხვდი, რომ ერთგვარ ემოციურ და პატრიოტულ, ესე გეტყვი გიგი, ბომბთან მქონდა საქმე. ფეთქებს საშიშ საპასუხისმგებლო თემასთან, რადგანაც შეიძლება რომ ღომზე ან საციოზეც კი ისეთი ომი ატყდეს. რომ ხო
ბევრი გვინახავს და რატო ხდება? ან და უარეს გეტყვით, მაგალითად ნობელის პრემიის შრომის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატს ბარაკ ობამას უჩივლა მთელმა თურქეთმა. უჩივლა ძალიან მაღალ დონეზე, მაღალ პოლიტიკურ დონეზე და რატომ? ქონდა ბერძნული საღამო თეთრ სახლში და ბერძენმა მზარეულმა მოამზადა ბაკლავა. ეს მოხეტიალე კერძია, ბაკლავა ბევრ ერს აქვს, სახელის ქვეშ იმალება უკვე სხვადასხვა ერის გემოვნება, მაგრამ სახელი არის მიგრაციული ტერმინი. როდესაც დამთავრდა ეს საღამო, შეფმა თქვა ბერძენმა შეფმა, რომ განსაკუთრებით მოეწონა ბერძნული ბაკლავა. და ეს იქნებოდა მივხვდით ხომ? ეს მოხდა რამდენიმე წლის, როდესაც კი ობამა ობამობდა და სწორედ მაშინ დაიბადა სოციოლოგების, მარკეტოლოგებისა და ერის ბრენდინგის და კულტუროლოგების და კიდევ არის რამდენიმე ფსიქოლოგების წრეში ინტერდისციპლინური საკითხი გასტრონაციონალიზმი, რომელიც იკვლევს უკვე აი ფეთქებს საშიშ მდგომარეობას, როგორ არ უნდა ვთქვათ რაღაც. იგივე არ უნდა ვთქვათ, აი გეტყვით მე რა აღმოჩენაა ჩემი თავარი და აი თავად მიხვდებით, რომ რატომ არ უნდა ვილაპარაკოთ სხვადასხვა რეგიონზე, ანუ პირატესობით იგივე საქართველოს სხვადასხვა კუთხეზე. მაგალითად მე მიყვარს უფრო მეგრული სამზარეულო, ან მიყვარს უფრო რაჭული, ლობიანი და მაგალითად არ მიყვარს გურული ღვეზელი. ამას უკან დგას ამ კუთხის შვილების კიდევ მეორე ფეთქებს საშიში, ემოციური, პატრიოტული და რატო? ამას იკვლევს როგორც გითხარით ნაციონალიზმი, დიდ პოლიტიკას და გასტრონომიას გასტრონაციონალიზმი. და ნაციონალიზმი თანამედროვე კვლევებმა აღიარეს არა როგორც იდეოლოგია, არამედ აღიარეს როგორც ერთგვარი რელიგია. კი ბატონო. ამიტომ რომ ჩვენ შეგვიძლია თავი შევაკლათ სამშობლოს სახელით რაღაცა. და ზუსტად ეს არის ის, მე ვარ ნაციონალიზმის და კულტურის მკვლევარი და უკვე სამზარეულოდან გამოვიყვანე ეროვნული სამზარეულო ქართული და აი ამ კუთხით შევისწავლე. და ამიტომ მე ძალიან ფაქიზად ვსაუბრობ ხოლმე რეგიონალურ დაპირისპირება არ მოხდეს. და ხშირად მესმის. აი ეს აქაურია ის იქაურია კი ბატონო. არაფრის არ არის რომ ყველაზე როგორც გქონდა. იყო დრო რომ ქართული სამზარეულო არ არსებობს. და ეს ცოტა ხნის წინ იყო ასე. და მე ზუსტად მაინტერესებს ეს საკითხი, ისტორიული კვლევები რას გვეუბნება, როდის დაიბადა ქართული სამზარეულო? იგი ძალიან კარგი კითხვაა. ახლა უნდა გამომყვე. არ გაგიშვე. არ გაგიშვე. ახლა უნდა გამომყვე და ნახე მეც როგორც მე კი იკითხა წეღან, აი ესე ვუყურებდი ამას გემრიელობების და ცოტა აი როგორ გითხრათ, ლუარსაბულ ხასიათზე ვუყურებდი ამ თემას და შემრჩა ბომბინ, რაღაცა ემოციური, ფსიქოლოგიური, ძალიან ფეთქებს საშიში ამას ხშირად ვიტყვი, რადგანაც რასაც ჩვენი წინაპარი აკეთებდა 150 წლის წინათ. აი მიხვდებით ახლა რასაც გეტყვით, აი ეს იყო ზუსტად ის, რომ ქართული სამზარეულო დაიბადა ქართულ პოლიტიკასთან ერთად. გიგი. ნახე, მოდი ესე ვთქვათ, ქართული სამზარეულო, ფრანგული სამზარეულო, გერმანული სამზარეულო. აქ სამზარეულო არის სამზარეულო და თავარ მუხტს რა იძლევა? სახელი ერის. კი, ქართული, გერმანული და ასე შემდეგ, კი ბატონო. მე-19 საუკუნემდე ერები, თანამედროვე ერები, დღეს ცხოვრობთ ნაციათა მსოფლიოში. არ არსებობს. 193 ეროვნული სახელმწიფო და 193 და კიდევ მრავალი ეთნიკური ხალხი ცხოვრობს, თუმცა საკუთარი სამზარეულო აქვს. მაგრამ იყო დრო ნიკო ბერძენიშვილი ძალიან მიყვარს ქართული ისტორიის მკვლევარი, ერთ-ერთი გამორჩეული მეცნიერია ჩემთვის. ამბობს, რომ იყო დრო, როდესაც საქართველოს არ არსებობდა, არა თუ ქართული სამზარეულო. ამიტომ ცოტა სასაცილო თემა, როცა იძახია, რომ მსმენია რა და გამეცინა და ანეკდოტად დარჩება ჩემ ცხოვრებაში, რომ ზეზვა და მზიადან დაიწყო ყველაფერი. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის, რადგანაც იყო დრო, რომ საქართველოს არ არსებობდა. მოდი ხა ვთქვათ ტერმინს მივყევი, ქართული სამზარეულო, როგორც არის გერმანული სამზარეულო, ფრანგული, უკრაინული სამზარეულო. როდის ჩდება ეს სახელი? აი ამის ძიება დავიწყე, გიგი. გამოვედი სამზარეულოდან, კულინარიიდან, ცომიანი ხელები დავებერტყე და დავჯექი პირდაპირ ბიბლიოთეკებში, ხელნაწერებში და ძალიან ბევრი რამ არის წერილებში. და აღმოჩნდა, რომ პირველი ქართული წიგნი, სამზარეულო წიგნი გამოიცა 1874 წელს ექვთიმე ხელაძის სტამბაში, თბილისში. ვიცით ყველამ, რომ ამ წიგნს აწერია ყდაზე, რომ ეს გააკეთა
პოლემისტმა, ძალიან ესეთმა იმ დროის ესე მოდერნული ტიპის ქალმა, რომელიც ძველ დროს მიტირის, მაგრამ სუჩხუბობს 27 წლის ასაკში, რამის ხელი გააწნა ილია ჭავჭავაძეს 23-ე ბარბარე ერისთავი ჯორჯაძე. მაგრამ აი დღესო ტელევიზორი ჩავრთოთ ან მოვისმინოთ და ნებისმიერი სტატია გადავშალოთ. ყველა იცახის რომ ბარბარემ დაწერა წიგნის სრული სამზარეულო, რომელიც 1914 წელს არის დაწერილი. არ არის ეს ესე, ბარბარე ერისთავი ჯორჯაძემ და ჩემი აღმოჩენა მისმა ძმამ, ცნობილმა პოეტმა რაფიელ ერისთავმა ერთად შექმნეს ფაქტობრივად ისტორიული დოკუმენტი. გაგანია რუსიანობის ჟამს, როდესაც საქართველოს აღარ აქვს სახელმწიფო, წაართვეს მეფე, დაშლილია გუბერნიათ არის ქცეული. ილია ჭავჭავაძე, ეს ცნობილი ჩვენი საყვარელი ადამიანები, ნიკოლოზ ბარათაშვილი, აკაკი წერეთელი დაბადების მოწმობაში უწერიათ რუსეთის საქართველოს გუბერნია. ანუ ისინი საქართველოში და პასპორტი რო გვიყვარს და დავდივართ სიამაყი და დროშა, ეს არ იყო, იმიტომ რომ რუსიანობის ჟამია და წარმოიდგინეთ იმ პერიოდში როგორ ხანახეთ როგორი სიტუაცია საქართველოს სახელმწიფო წაართვეს, ხომ ენას ართმევენ, მხოლოდ რამდენიმე დღით მისცეს უფლება რომ ეკლესიაში ქართულად იგალობონ და დაძმა ერისთავები ქმნიან წიგნს, რომელსაც აწერენ. აი ამ რა სითაფხედია, ხო? და პატრიოტული სითაფხედია, აწერენ წიგნს ქართული სამზარეულო. ამიტომ როდესაც ამბობენ რომ სრული სამზარეულო დაწერა ბარბარე ჯორჯაძემ და ამბობენ რომ ეს ამბობენ კი არა და გამოიცა მართლა 1914 წელს მისმა ქალიშვილმა გამოიცა სრული სამზარეულო და პირველ წიგნსა და აი ამ 1914 წლის წიგნში მთელი 40 წელია და 20 წლის გარდაცვლილია ბარბარე. ანუ ხან ხელნაწერები რას მეუნება? ესენი არიან ერთად დამსწრები ბარბარე უწევს რომ მე შავი ხელნაწერებიო მოვამზადეო და ეხო შენო დაამთავრე მე აღმოსავლეთის კერძები ვიცი დანარჩენი შენ გააკეთო რაფიელის დაწერია ნახევარი აქ რაფიელი თვითონ ეთნოგრაფია ამიტომ მე ხმამაღლა შემიძლია ვთქვა რომ დაძმა ერისთავებას შექმნეს დოკუმენტი პირველ წყარო თავფურცელი საიდანაც დაიბადა ქართული სამზარეულო ეს ტერმინი სიტყვა წყობა ახლა ნახეთ თითქოს სუისია რომ გრიგოლ ორბელიანი სუყანწით არის ხსუსო ლოპიანა შეძით დაბადე ხო აი თელი არ ვიცი რა რამხელა ეს სუფრების კაცია და ყველა კეიფობს აი ყველა იქიდან ისმის ზურნის ხმა და დუდუკის და კარგი შეძახილები და რა ხდება დავიწყე ამ სიტყვა წყობის ძებნა და ისინი არ ამბობენ ქართულ სამზარეულოს ამბობენ ჩვენებური ძველებური თბილისური მამაპაპური ქართული სამზარეულო 1874 წლის მერე მკვიდრდება ამიტომ ჩემი აზრით ამას წინათ რაღაც გადაცემაში ვნახე ვიღაცა არ დავასახელებ რომელი ქვეყნის საქართველოს ძალიან არ უყვარს და ხშირად ოკუპაციას უკეთებს აი ესეთი ქვეყნის ბლოგერი და ქართველი მასპინძელის ხედა და ამბობს რომ ერთ-ერთმა ბებიამ დაწერა ქართული წიგნიო და მე პოსტიც მიუძღვენი რომ ბები არ იყო ბები როგორ არ იყო გადასარევი ოჯახის ქალი იყო ბარბარე ჯორჯაძე მაგრამ მოვლენა ქალია რომელმაც დაიწყო ძმასთან ერთად და ნუ რაფიელი უფრო მეტად ვიცით ხო არ გავცვლის საჭიროებსა და ნუ აი ანუ ფაქტობრივად ეროვნული შენებელი ტექსტებს წერს ეს კაცი, მაგრამ ეს ქალი ყველა გონია რომ სამზარეულო კულინარიაში აჭა და ასე ცომსელს. არა, ეს არის სულ სხვა წიგნი, აი აქედან დაიბადა. მარტივი მაგალითი, ახლა ვინმე უფრო უკეთესად რო ახსნა და აქ დავამთავრებ როდის და დაბადების მოწმობა აქვს 1874 წელს. მანამდე რა ხდება? არის საქართველოს დაშლილი, ქართკახეთის სამეფოა, გურიის სამთავრო, იქ არის სამეგრელო და იმერეთის და ეხლა როგორ წარმოგიდგენიათ რა თქვა რომელიმეს დაყოფილი რომელსაც გვირგვინი თავისთვის უნდა წიგს გამოცემს და ქართულ სამზარეულოს და ხო აქედან გამომდინარე ჩვენ ეს აი ძალიან მარტივად ჩემი სადოქტორო და წიგნი ამტკიცებს რომ ქართულ სამზარეულოს აქვს თავის დაბადების მოწმობა თავისი საიდენტიფიკაციო კოდი ასე რომ თქვა ეს 1874 წელი აი მაგის მერე გიგი უკვე რახან შენ კითხე აი ბოლომდე გეტყვი რომ მერე და მერე უკვე ვრცელდება ეს სიტყვა წყობა ქართული სამზარეულო და უკვე ბევრ გამხდება. მე კი აი უკვე ბევრ გამხდება მაგალითად რესტორნები. აი ბევრი რესტორანია. ჩვენ გვაქვს აზიური, ევროპული და ქართული სამზარეულო. მანამდე რასწერენ ქართული და იმერული. რომ იმერეთის სხვა არის და ქართულს ეძახიან უფრო აღმოსავლეთ საქართველოს. ქართკახეთს კი ბატონო. და მთავარი მუღამი რაც არის აი საიდან ჩანს რომ ეს დაძმას ძალიან დიდი ღვაწლი აქვს პირველ ქართულ სამზარეულო წიგნში 1874 წელს რომელიც გამოიცა სკოლიოებია მეგი იმ სკოლიოებში ერთმანეთს აცნობს საქართველოს კუთხეებს მაგ დროს არც ფეისბუქია არც ტელეფონები არ დებეშებია მაგ დროს ნელ-ნელა იდგავს ფეხს მატარებელი მიხვდი ნობელები უკვე ჩამოსულები არიან ძმები ნობელები რა ის თუ ჩამოვიდა იცი თავიდან იარაღს აკეთებდნენ და ტარებიო ყველაზე კაი ხეო სამეგრელოშიაო და დადიანს ჩააკითხე
დაინახეს ამ მიზეზი და მე აღმოჩნდა რომ საოცარ მიწაზე აღმოჩნდნენ რომელსაც შეეძლო ევროპა და აზია გააერთიანებინა და აი და რასაკეთებენ იცი ამ დაძმაერის თავს აქვს სკოლიოები მაგალითად სკოლიოებში ახსნილია რას ეძახიან რომელიმე მცენარეს ვთქვათ იმერეთში რას ეძახიან ხო თარგმანს აკეთებენ უკვე სულ სამზარეულოში 40 წლის მე რო გამწი უკვე აღარ არის საჭირო უკვე ყველა მიცი საქართველოს გაერთია უკვე ტვინით გაერთიანებულია კრებსიცად ქართული კოდი არსებობს მან არის პირველად რო წერია რომ თათარა არის კახეთში და ფელამუში არის დასავლეთში მაგალითად 1874 წელს ასახსნელი ყოფილა რა არის სადღვებელი დასავლეთმა არ იცოდა რა იყო კარაქს თუ კარაქი დასავლეთში არ კეთდებოდა დასავლეთში უფრო აღმოსავლური გასაგები ასე რომ გიგი მე ასე ხმამაღლა თამამად ვიტყვი სწორედ ამაში დავიცავი სადოქტოროც ზუსტად რომ ქართულმა სამზარეულომ როგორ შეძლო მე-19 საუკუნეში ნაციონალიზმის ეპოქაში ქართველი ერის შედუღაბება თან ეს წიგნი ასწრებს 3 წლით ქართულთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებას საზოგადოებას რამდენიმე წლით ასწრებს 1817 წელს როცა გამოვიდა ილია ჭავჭავაძის ივერი. ასე დიდ წიგნთან გვაქვს საქმე და ეს ვიღაცა ბებიას დაწერა ძალიან ისე მოიხსენია ვიღაც ძალიან მაგარი ხალია ძალიან მაგრა წერს ჩვენ არ ვიცი მე დამჭირდა და შევისწავლე მეც ვიტყვი რომ თავიდან გავიცანი საოცრებებს წერს აი საოცრებ მიუხედავად იმისა რომ სკოლაში არ ვისწავლია მთელი 24 საათი დედაც ადრე მოუკვდა 12 წლის გაათხოვეს ჯვრისწერაზე 12 წლის იდგა ვალებში ჩავარდნო ზაქარია ჯორჯაძეზე მე ესე იგი სულ წერილებში რა აქვს რომ მე ჯვარი გავყიდე და რაფიელ გეხვეწების ბოლო ოქროს ჯვარი მაქვს იქნებ გაყიდო ივერიის ფურცლებზე ილია ჭავჭავაძის აიხაც გამაშრშულო ისე მიყვარს რაფიელის და ტირილი მინდება ბოლო გვერდზე სულ არის ხაზინის ისინი განცხადებები და სულ იყიდება ამათი მამულები სულ ვალში აქვს და ბოლოს გასტრონომიული ტურიზმი დაუწყია რუსთაველზე გაუკეთებია პატარა დუქანი თვითონ წვავდა მწვაც თვითონ ეგებებოდა თვითონ უყვებოდა უცხოელებს თურმე რაფიელერის თავი რაღაცა საქართველოს ის გასტროტურიზმის დასაწყისი თქო ვიცხე და ბოლოს გაკოტრებულა იმიტომ რომ სუნისია თაჭმევდა ყოველას ფულს ვერ ართმევდა და მისი მეგობარი იხსენებს და თედო სახოკიას უწერია ზუსტად რომ ასე თქვა რომ არა ვაჭრობა ქართველების საქმე არ არის. ერთი ძალიან საინტერესო თქვა, არ მინდა ხოლმე რომ გაგაცნობ. საერთარი კუთხე. თემას ვერ გავწყვეტ. არა. დარწმუნებული ვარ, ყველა რაც არ უნდა გკითხოთ, ყველაფერს ექნება ძალიან ისეთი ამომწურავი და საინტერესო პასუხი. ემოციური საოცრად. თემა ძალიან ემოციური. კი ბატონო, აი მე მაინტერესებს როგორ შეიცვალა ქართული სამზარეულო საბჭოთა პერიოდში მე ვიცი რომ მიქოიანს ჩააბარეს თუ არ ვწდები კომუნისტებმა და ამ სხვა თუ არ ვწდები სტალინმა და ამერიკაში წავიდა და ამერიკიდან ბევრი რაღაც ჩამოიტანა და ეს როგორ მოხდა ეს მიქოიანის დავალებით როგორ მოხდა საქართველოს აი კულინა სამზარეულოში ქართული სამზარეულოს გასაბჭოება დახე გიგი მე წეღამ თქვი რომ მე ყოველ შემთხვევაში ჯავახიშვილის უნივერსიტეტში რაც მოვიძიე და საქართველოში ერთი ვარ ვინც საქართველოს სამზარეულოს საკუთარ ეროვნული იდენტობის ნარატივს იკვლევდა მაგრამ ჩვენ და საბედნიეროდ უცხოურ უნივერსიტეტებში არის ძალიან ბევრი უცხოელი ვინც ქართულ სამზარეულოს იკვლევდა და განსაკუთრებით სტალინის პერიოდში აი ხალხას გამოვიდა ნაცნობი უცხოები ერიკ რატაცის სკოტის წიგნია და მე გირჩევთ რომ წაიკითხოთ სწორედ ეძღვნება სტალინის გავლენით 15 რესპუბლიკაში საბჭოთა კავშირში როგორ გახდნენ ქართველები დომინანტი ხალხი და რა თქმა უნდა უკავშირებს სტალინს და მესამე თავის გამომცემლობა ზიარმა გამოსცა და იგივე გამომცემლობასთან მაქვს მეც მოლაპარაკება ჩემი წიგნებს და ძალიან კარგ წიგნებს გამოსცემს აი უცხოელები რას იკვლევენ საქართველოს ძალიან ბედნიერი ვარ რომ ესეთ საინტერესო კვლევებს წავაწყდი და მჭირდა ამ სადოქტოროს პერიოდში და მასაც აქვს აღნიშნული ამერიკ რატაცის სკოტსაც აქვს აღნიშნული რომ სტალინი იყო აუცილებლად იყო სტალინი ის კაცი რომელმაც ქართულ სამზარეულოს კარი გაუხსნა. მოდი წლებს მივყვეთ
მე მეცნიერი ვარ და წლები ძალიან მაინტერესებს. მიქოიანი სტალინმა დაიბარა 1934 წელს. შემდეგ 36 წელს უკვე ეს წიგნიც არის, რომ წავიდა ამერიკაში. შედედებული რძე, კოტლეტის თუ არ ვცდები ბურგერში, რომელიც ბურგერიდან წამოიღო. ასევე ეს სასადილოს პრინციპიც. აი ამას ვიმახსოვრებთ, ეს ჭირდებათ ინდუსტრიისთვის. ნახეთ, ეს ჭირდებათ, რომ ეს შევიდეს დიდ ქარხნებში, ფაბრიკებში და დააპუროს დიდი იმპერია, რომელიც შედგება 15 რესპუბლიკისგან. ამასობაში მე ვაწყდები და არ არის ცნობილი ისტორია საქართველოში და ამას წინ მქონდა ანონსი ჩემ გვერდზე. ბერია შედის ერთ-ერთ რესტორანში, ეს არის 1938 წელი. ნახეთ როგორ ემთხვევა 1909, ხო, ჩავლილია ეს სიები. ხო, 37 წელი ხო, კი ბატონო, 1917. ჩავლილია ეს. ჩავლილი როგორ დაწყებული. ეჟოვშინას უეძახდნენ, კი ბატონო. ის არის დამთავრებულა სტალინის სიცოცხლის ბოლომდე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი სისხლიანი 37-ია. ანუ მიქოიანი ამერიკაში ყავთ გაგზავნილი, იმიტომ რომ დააპუროს და პირველი რესტორანი 15 ძმური რესპუბლიკის ერებს შორის პირველი რესტორანი იხსნება ქართული. ბერია მიდის არის ესეთი ლონგინოს სტაჟაძე იყო ასეთი კაცი, რომელიც სიყრმიდან წასულა რუსეთის დედაქალაქში, რაღაცა მევალეს გაყოლია და კაიმზარეული ყოფილა და ერთ-ერთ სასადილოში მუშაობდა. ლავრენტი ბერია შევიდა, ძალიან მომწონს შენი კერძებიო, შეფსო ველაპარაკეო, შეფი მიხვდით ვინც არის, ულვაშებიანი და ჩიბუხიანი შეფი. წაიყვანა ლონგინოს სტაჟაძე, ძალიან ცნობილ ტერიტორიაზე და ასე გაიხსნა პირველი ქართული რესტორანი საბჭოთა კავშირში არაგვი. მე ისიც გამოვიწია რატომ არაგვი და არა მტკვარი და არა ზუსტად მაგ წელს ნიკოლოზ ბარათაშვილი გადმოასწრენეს მთაწმინდას. ზუსტად მაგ წელს სტალინს და რუსთაველის იუბილის წელია და იხსნება არაგვი. წარმოგიდგენთ 15 რესპუბლიკაში ეს იყო სუფრა, რომელიც სტალინმა შექმნა, ვინც ჩემთან ხართ თქვენ ჩემს სუფრაზე დასხდეთ. ეს იყო წმინდა სიმბოლო. ეს არ იყოს საქართველოს ნოსტალგია და არიქა ეს მომენტა. ლონგინოს სტაჟაძეს მიიწვევენ. სხვათა შორის ცნობილი მოსე თოიძის ვაჟი ირაკლი თოიძე მოხატა ეს არაგვი და საოცრება იყო. მარტო სანახავად მიდიოდნენ, რომ ეს იცით რომელი მხატვარია, ძალიან ცნობილი. სამშობლო კი, რა თქმა უნდა. ხო. და ირაკლი თოიძის ნახატებისთვის დიდი მხატვარი, მისთვისაც მიდიოდნენ და ლონგინოს სტაჟაძე აკეთებს პირველად იქ შქმერულს, აკეთებს საოცრებებს და რა ხდება. არ მომწონს, პრეტენზიები აქვს. არ მომწონსო ეს აქაური პროდუქტები და სპეციალური მატარებლით ჩაქონდათ საქართველოსთან გრძელფეხება ქართული წიწილები. ეს კაცი რაჭველი იყო და შქმერული, ამიტომ დიდი პოპულარობით ჩაქონდათ ადის ფქვილი, ჩაქონდათ თელი ამბები და აი მაგ დროს ქართული სულ მიკვირს, იცი მეგი, ეს ამდენი მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური უთანხმოების და იმ ქვეყანასთან, რომლის გამო ჩემი სამშობლოს 20% არის ოკუპირებული, გიждდებიან ხო საქართველოზე და განსაკუთრებით ქვეყანაში ქართულ რესტორანზე ყველაზე სადოქტორო წერდი ესეთი სტატია ვიპოვე. ჯერ გადაცემებს უძღვნიან. ხარჩო ხინკალი რა. ხელიაბა. ესეთი სტატია ვიპოვე, როდესაც რუსულ სამზარეულო გადაიქცევა ქართულად. ავტორი ყავს ძალიან ცნობილი ჟურნალისტი. რომ წავიკითხე, მივხვდი რაშია საქმე. ესე იგი იკეტება რუსეთში სუში ბარები. იკეტება აზიური სამზარეულო და იხსნება ქართული რესტორნები. და ამას რო ჩავდა, ხა ეს თაობახსნის ის თაობა, რომელიც ლონგინოს სტაჟაძეს არ იცნობდა და სტალინის, ხო? ეს საიდანაც მოდის, თქო, დაიხურა ის არა, მე ეხლა ხანს ვიღაცა მაგადგინა, ეხა ისევ დაიხურა, აი ეხლა ხანს ამის გეუბნებ. და მივხვდი რაშია საქმე. იგი იმიტომ რომ როგორც კულტურის მკვლევარს უკვე ყველა ღერი ფურცელი მაგ წაკითხული სად რა ეწერა. გამოდიოდა მილიონობით ტირაჟებით აი ეს მიქოიანის დაკვეთილი წიგნები, სადაც მუდამარი ხარჩო, მუდამარი ნიგზიანი ბადრიჯანი, მუდამარი განსაკუთრებით შეყავთ ხარჩო, ნიგზიანი ბადრი, ხაჭაპური არა და ხინკალი სხვათა შორის, აი ეს ორი კერძი და ფლავი გურულად. ხდება ეს ფლავი ვარ ესვით, მაგრამ არ ფლავი გურულად. ფლავს ბრინჯს ხარშავს და ასხავს მოდუღებულ თაფლიან წყალს. თავისი ფლავი გურულად, ბევრი რამე გახო. და ნუ ბრალდებოდა სტალინსო გურული კერძები უყარდაო და ალბათ იქ ყველგან ცოტა სერგო ორჯონიკიძის და ცოტა სტალინის სიყვარულით აი ესე. ამიტომ ქართული სამზარეულო სტალინმა ფაქტობრივად თავისი ერიკ რატაცის სკოტი რო ახსენე, ისიც ამას წერს, ის ამერიკელი მკვლევარი, ისტორიის დოქტორი, სწორედ ამას წერს აი ამ წიგნში, რომელიც ეხა გამოვიდა 2025 წლის წიგნია, რომ სტალინმა ქართული სამზარეულო გამოიყენა თავისი პოლიტიკური იმიჯისთვის. სტალინმა
თამადური სტილი შეიტანა კრემლში. ის იყო თამადა, მას ყავდა მოადგილეები და მისი სიტყვა იყო და ეს სუფრაც გაიშალა როგორც პოლიტიკური თამადის ექვივალენტი. აი ეს მოხდა. ამიტომ ასეთი პოპულარული და მე პირიქით აი რომ ამობენ რომ შეგვიცვალა, მე არ ვიტყოდი რომ შეგვიცვალა, კი არა ძალიან პოპულარული გახადა. კარგით კი არა. ეს საბჭოეთის სისხლიან ეპოქას რაიმე ხიბლს და სილამაზეს და გემოს კი არ აძლევს. კი მესმის. ხო მივხვდი რა მესმის აბსოლუტურად. პოპულარობა კი პოპულარობა მოუტანა ნამდვილად. თუმცა თუნდაც ახლა ვახსენეთ გურული ფლავი, ხო? ანუ ეს ჩვენამდე არ არის ხო მოსული. მეც პირველად გავიგე თქვენგან. ეს ნიშნავს იმას, რომ რაღაც კერძები საერთოდ ჩაიკარგა. რამ გამოიწვია ეს გემოვნების ცვლილებამ, დეფიციტმა, რაიმეს პროდუქტების თუნდაც თუ აი საიდან დავკარგეთ? მადლობა მეგი, მიხარია რომ ამ კითხვას მისმევ. ეხლა რომ დავიწყო რამდენი რამ დაიკარგა, ალბათ ეხლა თებერვალია, მარტში შეიძლება დავამთავრო. მე თვითონ გავგიშდი გიგი და მეგი, რას წავაწყდი. სიები ცალკე ბლოკნოტები მაქვს, რა საგანძური გვაქვს დაკარგული. თუმცა კიდევ ვიმეორებ, რომ წეხა ვახსენე, რომ 1874 წელს გამოვიდა პირველი ქართული სამზარეულო წიგნი. ეს ანიშნავს, რომ ქართულ სამზარეულო არ ქონდა. ოდითგანვე ქართველი გებრიელკენს აკეთებდა ძალიან და როგორც კოსმოპოლიტურ კერძებს აკეთებდა. შემოვიდა, ვთქვათ, ბოზბაში, სხვანაირია, იქაური ბოზბაში მოსული აზიური. ჩვენმა ტყემალი ჩამატა, ყველაფერს ატყებლებს. მოცვით ვნახე, ოღონდ დამჟავდეს და ყველა ჭერამი, უხე ჭერმის ბოზბაშიც ვნახე. ანუ ნახე კუთხეების მიხედვით ამატებს ქართულ გემოს, ამიტომ ეს მიგრაციული სახე. ნახე რები დაიკარგა მაგას კეთე. დღეს თითქოს ისე ჩანს, ხო, რესტორნებში რომ შევდივარ, მიყვარს თანამედროვე რომ ქართული გავიგებ ახალი გაიხსნა, შევდივარ რომ პატივიცე ახალ ბიზნესს და ძალიან მინდა რომ ხარში დავუდგე. მაგრამ თითქოს რაღაცა ხო გეჩვენება, რომ ერთი და იგივე კერძები ტრიალებს, აი რაღაცა ერთი და იგივე სია, რომელიც თითქოს არის და სულ ძიებაში ვართ რაღაც განსხვავებული სადღაც წავაწყდეთ. აი ამ რაღაც განსხვავებულს ჩემ წიგნში ექნება ძალიან დიდი ადგილი დათმობილი. მხოლოდ ბარბარე და რაფიელ ერისთავის, ძაძმა ერისთავის წიგნში 27 თევზის სახელია. ხიზილალას ქაბაბიც. ხიზილალას კატალეტიც. რა ძანებთ? კიჭო, მაგრამ თევზი დავკარგეთ. თევზის გვეზარება, რაღაც მებატურების საერთოდ წყლის ქვეყანა ვარ და თევზი. აი, მე გუშინ დავწერე პოსტი ზუსტად ამის, რომ არ დავიბრუნოთ ქართველებმა ის რაც აი ამ ყველაფერში კონსერვების რაღაც აი ეხა რადევს ხოლმე ხო გაბშეკილი თქვა კალმახი, სუფრაზე რადევს ხოლმე სკუმბრია ბაჟეში, აი ხო აი სად არის ის ლოკოები. ლოკო კინძბერგ თქვაში აღარ ხდება ხოლმე ისე როგორც აი მე ადრე მახსოვს ხდებოდა ხომ ოჯახებშიც როცა იყო და ახლა რამდენად ძალიან გაყინულ თევზზე დავიდა ყველაფერი კი ამიტომ ნახე პროდუქტი შერაც კითხე არის საქართველოს ძალიან ნიჭიერი და მაგარი ქვეყანა აი ძალიან მაგარი საქართველოს ისეთი გამომუშავებული და ძლიერი გენეტიკური კოდი აქვს კულტურული მეხსიერება აქვს რომ აზია და ევროპა ეხეთქებოდა ერთმანეთს და აქ ისდებოდა ქართული სული აი ამ თან კოსმოპოლიტია ძალიან და არანაირი პრობლემა არ აქვს უცხოს მიიღების და მთელი ჩვენი შინაარსი მთელი ჩვენი ციგნებიც აი იგივე ჩანს სამზარეულოზეც აი როგორც იქ ხდები და ეს მასპინძლობაც დახვედრად უცხო კერძსაც ისე ხდება მიიღებს ჩაიხუტებს გადააკეთებს მიხვდი ანუ და კრეატივი რა თქმა უნდა აი ნახე რა ხდება რაღაც აი ხო გეჩვენება რომ აქ აი სოფლის მეურნეობა უფრო მაღალ დონეზე რატო აი ჰოლანდიასავით რატო ვერ ვიქნებოდი თან თქვა შვეიცარიასავით მთელი მე-19 საუკუნის პრესა გიგი სავსეა რომ არც ერთი ქვეყანა ისე არ აქვს ჩვენ სამშობლოს როგორც შვეიცარია ანუ თავიდან ბოლომ არასოდეს და მიუხედავად ამ აზიური გავლენისა მიუხედავად იმისა რომ ქართველი მუდამ ებრძოდა არა თავის რელიგიური წამსის აღმოსავლეთს არ დაუკარგავს გიგი შოქში ჩავარდი აი საქართველოს ისტორია 0 დღიდან დღემდე წავიკითხე თავით ახ სადოქტოროზე მუშაობა მარტივი არა 7 წელი დამჭირდა და დავაკვდი რა აი ამ ახალთა საერთოდ თავიდან გავიგე ყველაფერი და რას მივხვდი იცი რომ ყველაზე საინტერესო ის არის რომ არასოდეს აი ყველაზე რთულ პერიოდშიც კი არ დაუკარგავს დასავლეთისკენ კი დასავლეთის მიმართ სიმპათია. მთელი მე-19 საუკუნის პრესა პირველი გოგოები 1870-იან წლებში უკვე სწავლობენ ციურიხის უნივერსიტეტში. პელაგია ნაცვლიშვილი, ნიკო ნიკოლაძის დები ძალიან საყვარელი ოლიმპიადა ნიკოლაძე და მეორე და კაცინკა. ანუ ესენი ჩასულები არიან, იქ სწავლობენ, ჩამოდიან დიპლომებით და არის ერთი ამბავი, მაგრამ
რა თქმა უნდა არის იქ ხა ისეთი იმ დროსაც არის საზოგადოების ის ნაწილი რომელიც გიჟებს ეცახიან რომ რატო უშვებთ უცხოეთშიო მაგრამ აი ეს დასავლურიც არასდროს მაშინ სწავლაზეც ისეთი დამოკიდებულება იყო ხოლმე ვაჟა-ფშაველას ეუბნებოდა მამამისს რომ კიდევ ერთხელ დაგინახავ წიგნით ხელშიო და არ ვიცი რა გისმენთ კი ბატონო სხვათა შორის აკაკის დაუცინია წერეთოს ნიკო ნიკოლაძე თავის ცით წაიყვანა გემში ჩასვადები და წაიყვანა მან და გიორგი წერეთელმა ატეხეს ეს ქართველები რომ მოდი წავიყვანოთ და აი ეს მინდა სამზარეულოსთან ერთად და ნახე ხომ გიჩვენება რომ მეჩვენება ესეა რომ აი მრეწველობა უფრო მაშინ უნდათ რომ შვეიცარიას დამსგავსებოდა 170 წლის ამბავს ყვები ახლა აი ამ მაგიდასთან და ვერ მივედით იქამდე რა ხან რა გუშლის ხან ძალიან დიდი გული გწყდება თან მოწოლილი იმპორტი მერე ცეცხლის ფასები და ასე ხა ხიზილალას გიგი რა დაგვიჯდება ხიზილალას ქაბაბი რომ გავაკეთოთ ახლა ან ხიზილალას სად უნდა ვიშოვოთ სხვაში რაიმე პასო მარკეტოლოგი ხარ და კარგად გამიგე მე მაინტერესებს ციფრულმა და ტექნოლოგიურმა განვითარებამ ქართული სამზარეულო როგორ შეცვალა აი თქვენ საუბრობდით და აი ევროპაში მე რასაც ვხედავ რაც მინახავს ყველაფერში ეს ძალიან კარგად იყენებენ ტექნოლოგიურ განვითარებას. იგივე სოფლის მეურნეობაში, სამზარეულო ყველა სფეროში აბსოლუტურად თანსდევს ეს ტექნოლოგიური განვითარება და თან აკეთებენ ამას ისე რომ არ კარგავენ თავის რაღაც ავთენტურს. აი ჩვენ შემთხვევაში როგორ ვართ აი ამ მიმართულებით? ნახე, ძალიან კარგი კითხვაა ესეც. მე ხშირად დავდივარ Madrid Fusion-ს, აი ხა მიმდინარეობს და წელს არ წავსულვარ ნინიკოს პირველი ქვეყანაც Madrid იყო, თოთა წავიყვანე პირველად მე მგონი. ნახე რა ხდება, Madrid Fusion-ზე იკრიბება მთელი მსოფლიო და გამოდის მეცნიერი და შეფი, რომელიც აი იმ წლის მიღწევებს მეცნიერულს ყვება. მე იქ ტექნოლოგიები ვნახე, კი, რომ მე არ ვიცი აქამდე როდის ჩამოვა. რა მივხვდი, ანუ ეს თუ კი აი ამ ტექნოლოგიას მეკითხები, თორე ეხლა დღეს საქართველოში უამრავი რესტორანია, რომ თუ ტექნიკას მეკითხები, სამზარეულო ტექნიკას მეკითხები თუ სოციალურ ქსელებს. სოციალურ ქსელებს ყველაფერი პრინციპში. მაგრამ სოციალურ ქსელებზე მეტი პრეტენზია მაქვს. თორე კარგი და საღი და აი ძალიან თანამედროვე, ულტრა თანამედროვე მე კი რესტორნები ეხლა ისეთი ტექნიკები აქვს შემოტანილი და თქვა ძალიან მაღალ დონეზე და ძალიან კარგი საქართველოში უგულისხმობ. თუმცა ზუსტად ბოდიში აი მადრიდში იყო, როცა შევესწარი ზუსტად ესეთ გამოფენაზე, ანუ ტექნოლოგიურ იმ დონეზე განვითარებასა წარმოდგენილ ექსპონატს, სადაც დაპრინტული სტეიკის მაგალითი წარმოაჩინეს, რაც იყო ჩემთვის აბსოლუტურად წარმოუდგენელი. თანდათან აი რაღაცა ჩდება, მაგრამ ნახე, აი ხა მეორე ტექნოლოგია რაც ახსენა ჩემო საყვარელმა გიგიმ და თქვა რომ აი ციფრულზე რო გადავიდეთ. ამასაც მეტი პოპულარობა უნდა მოეტანა. აი ნახეთ, მოდი ეხლავე რო ავიღოთ და დავგუგლოთ ინგლისურენოვანი ანუ ცხოენოვანი გვერდები, ისევ ერთი და იგივე ისტორიას ყვება. აი სწორედ გამნახეთ თქვენ როგორ მისმენთ, ეხლა სადაც ყვები ხოლმე ამას ან ჩემს სტუდენტებთან ან ჩემს მეგობრებთან, ჩემი შვილის მეგობრებთან, ხო ეს ბავშვები უკვე გავზარდეს, ზუსტად იცი რომ თამარ მეფეს ჩიფსი არ უჭამე, კარტოფილი არ იყო იმპერია. არ იყო კარტოფილი არ იყო. ამერიკა ჯერ არ იყო აღმოჩენილი. და ასე შემდეგ, ნახე რას ვამბობ, მეტად უნდა იყოს. ამ კარგი ჩვენება თუ საჭმოს ყავართ ალყაში მოქცეული. სადაც არ უნდა ჩავთოთ ახალი ბლოგები და ამდენი შეფები და ამდენი კულინარები და ასეთი მაგარი ქვეყანა რო ვარ და ასეთი გემრიელი ან უნდა მე იმიტომ გავაკეთე გასტრონომიული მუზეუმი რომ ვისაც აინტერესებს სწორედ ეს არის აი ეს ნამდვილი ქართული სამზარეულოს ნამდვილი ისტორია ბიზნესში უნდა გადავიდეს უნდა მერე უკეთესი არ არის, შესაძლოა სოფლიოს აცნობ, არა მხოლოდ 5-7 კერძით, რომელიც არის ძირითადად 10-20, მაგრამ 1000 მაგდანახი მიხდი. და მე პულსეუდებ ხელი, მაგალითად სად არის ჯორჯაძეების ერისთავების წიგნი 1868 წელს დროების დამატება სასოფლო გაზეთი გამოვიდა 1868 წელს და ეს ჩვენი დრამატურგი შემსახიობი ხარ და კარგად გესმის გიორგი წერეთელი არის სასოფლო გაზეთის რედაქტორი სწორედ გიორგი წერეთელი ეს ის კაცია რომელმაც პირველად ახსენა სიტყვა ემანსიპაცია დროებაში და საერთოდ პირველად მიუძღვნა ამ თემებს და ასე შემდეგ იმაზე გამახსენდა ფელამურს და ემასო თარგმნიან ზუსტად იმ პერიოდში თარგმნიან რა არის სახელმწიფო, რა არის კონსტიტუცია, რა არის ემანსიპაცია. მთელი თარგმანება მიდის ახალი სიახლეებით. გიორგი ერისთავი გაუკეთებია რუბრიკა, სადაც აქვს ყველა ნომერში სასოფლო გაზეთში აქვს ძალიან საინტერესო რეცეპტების გვერდი. და დავთვალე სადღაც 500 გადააჭარბა და პირველ ქართულ სამზარეულო წიგნ. აი ამას ვინმე ახსენებს და რომ ყვები ხოლმე ხან თეთრი ყვავი გამომივარ და ხან კრიტიკას ვიმსახურებს რა იგოს რას ვიღაცებმა რას საიდან მოიტანაო.
საოცრებას გეტყვი. აი მაგალითად უწერია რეცეპტი ინგლისური ყველი სტილტონის. რეცეპტი რო წერია, ესე იგი ის რაღაცა ინგრედიენტები ხო ყველა ვარიანტში იყიდებოდა, რომ ქართულს მომემზად. იცი რა ემატებოდა? იამაიკური რომი. დიახ. გასწანებ. დიახ. და მიხდი ხო 170 წლის წინანდელ შენ წინაპარზე ვლაპარაკობ. საუბრობთ ამ ხელნაწერებზე, ხო? დღევანდელობა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ციფრული ტექნოლოგიების განვითარებით, სოციალური მედიის, ინტერნეტის, ანუ ეს ყველაფერი იქცეს, ზუსტად ეს პოპულარიზაცია მოხდეს ციფრული საშუალებებით. მე კი საყვარელო ციფრული ბიბლიოთეკა აქვს ძალიან მაგარი და ყველა წიგნი არა, მაგრამ ძალიან ძველი ხელნაწერები რომელიც მასე აღმოვაჩინე მე 1874 წლის წიგნი, ყველა რომ 1914 წლის წიგნზე საუბრობ და მივხვდი რომ რაღაცას აი ამ ხელაა თან ხელის გულზე დედე. აი ამ ხელ. კი ახლა გამოვუშვებთ მალე და გაჩუქებთ აუცილებლად. დიდი მადლობა. არის იბერიელი ქვია, საჯარო ბიბლიოთეკას აქვს ციფრული ბიბლიოთეკის ნაწილი და მე რომ მივხვდი რომ ეს გაბნეული იყო ეს სამზარეულო თემები, მივედი მაშინ იყო გიორგი კეკელიძე, ჩემი მეგობარი, დირექტორი და ვთხოვე რომ გაგვეკეთებინა ქართული გასტრონომიული კულტურის ბიბლიოთეკა და ოჯახებში დავდივართ დღემდე და ხელნაწერ რეცეპტებს ვიღებ ფოტოებს და აციფრულებ. აუ რა საინტერესოა. სხვა შორის ცხოვრებულები აჩება დაგვიტოვა ასეთ რეცეპტი და ბოლოს წერია. მოდი არ უნდა გადავიყო. ხო იცი რომ უნდა გადავიყო. ბოლოს წერია გემრიელად მიირთვით და გემრიელად მიირთვით. ბებოს რა ერქვა? თამარა სახში ცაცოს ვეძახით. ცაცო რა გვარი იყო? რევაზიშვილი. ცაცო რევაზიშვილი უნდა გახდეს კულტურის ქართული ეროვნული სამზარეულოს ერთ-ერთი ნაწილი. ამიტომ ცაცო ბებოს რეულს ჩვენ დავასკანერებ. ძალიან გამახარეთ სხვა დამბურძგავთ. თქვენ ოჯახში დარჩება და ცაცო აი ხარო აკრიფო მიხვდები რომ ეს გვერდი არსებობს. ძალიან ცუდად ვმუშაობთ იმიტომ რომ ბევრი რესურსი უნდა და ნახეთ არ ესმით ხოლმე არც ხშირად არც ძალიან ბევრი ჭკვიანი ადამიანის სპონსორიც ხდება და გვერდში გვიდგას გიგი, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც გეტყვი რომ აი საფეხურს რომელსაც ქართულმა სამზარეულომ უნდა მიაღწიოს ჯერ წინა ის. აუ ნამდვილად. ჯერ აი ეს ყველაფერი რასაც ხვდებით ჩვენი აღმოჩენები უნდა გაიგოს საქართველომ და შემდეგ უნდა აუცილებლად ამის აი ყველა ერთად დავდგეთ რომ გლობალიზაცია აუცილებლად პატარა ერის გამო არა დიდი ერიც ისევე ისო თავისი ეროვნული იდენტური რა თქმა უნდა. აი თითქოს პატარა ერი რო ვარ ხო არა ესმა ეძებს და აგროვებს რეცეპტებს და გვიზიარებს ჩვენი წარმოდგენი კრედო ბანკი კი გვთავაზობს აგროვე სერვისს, რომელიც ამავდროულად არის საკმაოდ ხელსაყრელი საშუალება იმისთვის, ვისაც თუნდაც სამზარეულოს ნაწილს და კულინარიის ნაწილს რომ შევეხოთ, ყველასთვის ძალიან სასურველია, როცა მეგობრები ერთად ვიკრიბებით, ავღნიშნავთ რაიმეს და ასე შემდეგ, თუმცა ყოველთვის მივდივართ ფინანსურ ნაწილთან. ამ შემთხვევაში შეგვიძლია აგროვეს საშუალებით ბილის ასე რომ ვთქვათ, ჩეკის გაზიარება, რაც არის ძალიან მარტივი, ასევე საქველმოქმედო მიზნით თუ ნებისმიერი მიზნით, რა მიზნითაც ვაგროვებთ თანხას. შევქმნათ ინიციატივა MyCredo Mobile Bank-ში და იმ რთული პროცედურების გარეშე ანგარიშის ნომრის გაზიარება იქნება თუ ასე შემდეგ, ერთ სივრცეში შევაგროვოთ თანხა რამდენი ადამიანისგანაც გვინდა და მართოთ პროცესი ძალიან მარტივად. საინტერესოა, ძალიან დავინტერესდა. კარგად გამარკვიეთ კიდე დეტალი. ძალიან კომფორტულია, ალბათ ყველას გვიწევს ამის გაკეთება და ყოველთვის რაღაც თავის ტკივილს იწვევს ეს ყველაფერი და ასევე იმ ადამიანებისთვისაც, ვინც რიცხავს თანხას. აგროვეს საშუალებით, როდესაც მიიღებ ამ ლინკს, რაც ასევე ძალიან კომფორტულია, Apple Pay-ს, Google Pay-ს. ყველაფერი შეგიძლია გადაიხადო. Apple Pay, Android-ზე არის Google Pay, Apple Pay, აპლიკაცია. ეს არის აპლიკაცია MyCredo-ში, Mobile Bank-ში. ეს იქნება ეს ყველაფერი და მადლობა ჩვენ წარმოდგენს ამ შესაძლებლობისთვის. მადლობა Credo Bank-ს. ძალიან საინტერესო ამბავია. თანამედროვე მოთხოვნებს რომ შევეხოთ. აი დღეს მომხმარებლის მოთხოვნა როგორია? ანუ როგორ უნდა აუწყოთ ამ ყველაფერს ფეხი და საით მივყავართ ზოგადად? ანუ ვისაუბრეთ მოდის სფეროშიც, მაგალითად იმაზე, რომ მომხმარებელი დღეს თვითონ კარნახობს. აქეთ როგორია სიტუაცია სამზარეულოს მხარეს? ესეც რა გაგვიგია. მარკეტოლოგი ხარ როგორ გეტყობა და მაინც ზუსტად ის გაინტერესებს, რაც ყველაზე საინტერესოა ამ შემთხვევაში. სამზარეულოც მოდა. მოდი პირდაპირ გეტყვი, იმიტომ რომ ეხა და ეს ეგზოტიკაც მოდა, ეგზოტიკურობა. მაგალითად შენ და გიგი რომ ესტუმრო და ბუღლამა დაგახვედროთ, ან მაგალითად დაგახვედროთ ფურნის თავა იყო ესეთი კერძი, გაოცებული დარჩებით და ილაპარაკებთ ნახევარ
ნახევარი წელი მაინც თან თუ გემრიელად მისადილებ და თაგემრიელი გამომდის, ვიტყვით რომ აი ეს რა ვნახე. მარკეტინგულად არის იდეალური თემა, ხო? სხვათა შორის მიღებულია დაპატიჟება. კი, სიამოვნებით. აუცილებლად ჩემს ხარჯზე და ხომზე და ბუღლამაზე, ბუღლამა ეხა უნდა ვცადო რა გამომივა არ ვიცი. ესიც რა კერძებია, ჭრელაბანოში ქალები რო დადიოდნენ, ქმრებს მიქონდათ საღამოს სადილი რო ეჭამათ. მთელი დღე ქალები იყვნენ, თმებს იღებდნენ და ფჭილებს. და იოსებ გრიშაშვილს უწერდა ბუღლამა და ფურნის თავა მიქონდათ და წარმოვიდგინე შვენიერი გენდერული ჩაგურა ქალების ბუღლამათი რო ქმარი აბანოში მოგაკითხავს ფურნის თავად. ხო, რასაც მეკითხები, რა თქმა უნდა მოდა. მოდი ცოტა იქით გადავიდე მოდა ხო ნიკო ნიკოლაძე 16 წლის ხო პირველი წერილი რო დაწერა მაშინ რა ქვია ცისკარში და დასცინის ქუთაისელ ქალებს რომ ამათო თავი პარიზში გონიათ და ვინ არის ეს ქუთაისელი მეჭორე და ფსევდონიმების ლექსიკონი ირკვევა რომ იყო ნიკო ნიკოლაძე და არის 17 წლის და დაცინის რომ მაშინ აღდგომის დღეებში ქმრებს იქაც ქმრებს ფულს წაართმევენო და მიდიან და ხაბარდებს იკერავენო რა და ნახე მოდა პარიზთან და დასავლეთთან ასოცირდება და მაშინაც ასე იყო კი აბა რას ქვია აბა ხაბარდების მოდა ქონდა ბავარიდან ჩამოქონდათ ეს ხაბარდები ნიკო ნიკოლაძეზე გამახსენდა მოდაზე ნახე ხა იქაც რა ხდება თუ მოდა არ არის მაგალითად ლუი ვიტონმა ბოლოს გამოუშვა ჭურჭელი კი ბატონო ეხლა რაღაცა ერთ პროექტზე მუშაობ და თუ ის გამომივიდა მოვალ მე კიდე თქვენს პოდკასტში და ზუსტად ეგ იქნება დიდი ამბავი. ძალიან გაგუხარია. ხო, მაგალითად გუჩში მიყიდა 1824 წელს გამოცემული გახსნილი კაფე მილანში. მე ვიყავი რამდენიმე წლის წინ ჟან-პოლ გოციეს სახლში ინტერვიუზე და იქ მოვისმინე რომ მაგალითად ლაგერფელდმა გააკეთა კოკა-კოლის ბოთლები. ნახე თუ მოდა არ არის, აბა თუ მოდა არ არის. ხო, ჯიორისაც აქვს და შანელსაც აქვს. ასეთი კაფეები, სადაც აი ეს როგორი რაღაცა ისტორიულ გემოს ინახავენ. აი მოდი ესე გავყობ. თანამედროვე ადამიანები, ვინც ჩქარობთ, რა თქმა უნდა, სტრაფიკვების დიდოსტატები ვართ, ხო? თან ვიტყვით, აი დღეს ვიტყვით, რომ აღარ შევჭამთ და მაინც ჭამთ, ხო? კი, იმიტომ რომ დრო. სწორად შემომხედეთ, მე ვარ ეს ადამიანი. კი, ასევე თვითმეს ხანდახან. ხო, ნუ ვიტყვით, მაგრამ დრო არის ძალიან აჩქარებული. თუ ეხლა რაღაცა ძალიან კარგი და ბებოს ის გვაქვს იუბილე, რა თქმა უნდა მის რეცეპტებს გავაკეთებ. და ხა შერესაც მეუბნები, მოთხოვნა სწორედ ეს არის. ეხლა გიგი სადღაც მიდის ძალიან მაგარ ქვეყანაში და ზუსტად ვიცი რომ ნახევარს რო ჩამოვა ილაპარაკებს რა დააგემოვდა. აუცილებლად. ეს არის სამზარეულო არის ის რაც სუვენირებზე მეტი ჩამოგვაქვს. კი, ნამდვილად. და ყოველთვის ერთ-ერთი მთავარი თემა, რაზეც საუბრობ. რა თქმა უნდა. ამიტომ ბაზართან, მარკეტინგთან და თქვათ აი ამ თანამედროვეობასთან ძალიან კავშირში. ეს მოდის მომხმარებლის მოთხოვნიდან? თუ კი, პულსზე გაქვს ხელი, მაგრამ არასდროს არ გადის. მე პირადად გეტყვის როგორც კულტურის კვლევარი, მე კულტურა მხოლოდ სამზარეულო ხო არ არის, ყველაფერს იკვლევ, ყველა დეტალს, პირველად როდის შემოვიდა კაკლის ტახტი მაგალითად. არ როდის შემოვიდა ზინგერის მანქანა. აბა, ეს 170 წლის წინ შემოსულა. ყველა არაქართული და ქართული ჟურნალის, აი თუ არსებობს, აი არ ვიცი, ცოტა იყო წიგნიერი ჯოჯოხეთი, თუმცა ბორხესი ამოსო ბიბლიოთეკა ეს არის 60. თან 60 იყო დაჯოჯოხი, ყველა ნომერი წავიკითხე, კი ყველა რეკლამა ვნახე, ყველა ტექსტი ვნახე, ეხა ვიღაცა ტიპი ვიპოვე გულიშამბაროვი, რომელიც 1892 წელს გამოსცა საქართველოს მეურნეობაზე, ვაიმე მარკეტოლოგიური რეები წერია თაფლის არყისა თუ სანთლების კეთება და საპნები და ვინსაც ხსნიდა ყველის საწარმოს, ანუ ეს ნახე საით მივდივარო. ესეც პულსია, ანუ პულსაცია და მე როგორც კულტურის კვლევარი არასოდეს არ გადის ისტორია მოდიდან და პირიქით მეც გეტყვით კულტურის კვლევებში არსებობს მეხსიერების ადგილები ტერმინი რომელიც გულისხმობს რომ აი მაგალითად სიტყვაზე ეიფელი არის ფრანგიერის მეხსიერების ადგილი აი სიტყვაზე რა თაწმინდარი ქართველი ეს მეხსიერების ადგილი მეხსიერების ადგილად ითვლება მაგალითად ფრანგი ხალხისთვის ჟანა დარკი კროასანი და ასე შემდეგ აი მათეულში ასეულში ასასახელებელი ხოლმე ძირითადად რა თქმა უნდა შედის ის ზუსტად ის რაც მოდიდან არ გადის იგივე აქ ლინგვისტ მე პირველი პროფესიით ლინგვისტიკაშიც ეს არის სიტყვები იკარგება და რაღაცა 100 სიტყვა სვოდეშის სიაქვია რომელიც არ იკარგება დედა მამა ცხვირი აი ეს მუდმივია რაღაც სიტყვები იკარგება იცი რა ის სიტყვებია დაკარგული არ ვიცი ზუსტად ეს რა თქმა აი მოდიდან არ გადის გერმანელები ამბა ახ თანამედროვე კულტურისა და მეხსიერების კვლევრები ამბობენ რომ ყველაზე კარგად დღეს
ცუდი სიტყვა, ცუდი რატომ? მანახე როგორ არ უყვარს ქართულს ფული. მარკეტინგული სიტყვა ნახე იმან ცუდი სიტყვა რატო? აპირი გადასარევი სიტყვა უნდა. დღეს ყველაზე კარგად იყიდება ისტორია. რა თქმა უნდა. აი ეს არის პირდაპირ სამეცნიერო დასკვნებით გეუბნები. ასე რომ ვერ იტყვი აი ზუსტად რომელი. კი, აი გირჩის მურაბა, რაღაცა კენგურუს იმაში კამფეთში ჩადებული რაღაც ესეთებიც გვაქვს, ფარშევანგის იმით რა ჟელეთი, მაგრამ მაინც აი ეს რაღაცა კლასიკა და მე ვეძახი ხოლმე სამზარეულოში შანელი, მოდი დანარჩება. კი ბატონო. აი მე მაქვს ამას დაკავშირებით ერთი კითხვა. აი ბოლო პერიოდში ძალიან გავრცელდა საქართველოში რაღაც ფიუჟენ მიმართულება. და პრინციპში თქვენი აზრით სად გადის ზღვარი ამ ავთენტურობასა და მოდერნიზაციას და თანამედროვეობას შორის და საერთოდ მიესალმებით თუ არა ასეთ ხედვას და რა ვიცი, აი თუ ფიქრობთ რომ აი მოლეკულურ სამზარეულომდე შეიძლება მივიდეთ და მე ერთხელ მქონდა ბედნიერება გამესინჯა და მართლა ეს იყო. არა, საქართველოში არა, ეს ჩემი ცოლი ვიყავი, თუ არ ვცდები პრაღაში აღარ ადრე და ეს იყო რაღაცა მოგზაურობა იყო, რაღაც ეს გემოებში და მაინტერესებს აი ამ კუთხით როგორ ფიქრობთ ქართული სამზარეულოს განვითარებას. კარგი კითხვაა ესეც. მოლეკულურ სამზარეულო არის თანამედროვე ეს ტექნოლოგიები, რაღაც კითხე ეს რაღაცა საოცრებების ჩართვა, კაფი და აზოტი, მშრალი ყინული და ასე შემდეგ. რაც ჰესტონ ბლუმენტალმა დაიწყო და ფერან ადრიამ დაიწყო, ორივესთან მქონდა ინტერვიუ, მქონდა ბედნიერება, ორივე გავიცანი, ორივესთან მქონდა ინტერვიუ, ჩემს პირველ კულინარში. თუმცა კიდევ ვიმეორებ, იქაც ცოტა თითქოს აი ცუდი სიტყვა მოჭამა თავისი. კი, სხვათა შორის კი. მაგრამ ნახე, აი ამ ახლა შენ მე რაც მკითხე. და ფიუჟენის მიმართულება? ფიუჟენი არის შერწყმა, ანუ შეგვიძლია წეგან ცოტა დავცინე, მაგრამ არ არის ეს დასაცინე და რაც დიდიც დავიწყეთ იქ გადავედი. კულინარია, გასტრონომია და სამზარეულო, ხო ვახსენეთ? კი ბატონო. ნახე მე მაინც რადგან მეცნიერულად ვუდგები ამ საკითხს, ყველა ტერმინს უკვირდები, აი მაგალითად რასზე საუბრობენ უცხოელი ჩემი კოლეგები. ისტორიკოსები, კულტურის კვლევის სოციოლოგები, მარკეტოლოგები. იქ გასტრონომიაში იგულისხმება, რომ შეგიძლია გააკეთო ხინკალით შავი თუ გინდა და გააკეთო თქვა ფარშევანგის ჟელე. რაც გინდა გააკეთო. გასტრონომია შემოქმედებასაც შეიძლება. ამისი კარგი დეფინიცია აქვს ერთ-ერთ ძალიან ცნობილ ქალს პარკერ ფერგუსონს პრისცილას, რომელსაც ფრანგული ისტორია აქვს, ფრანგული სამზარეულოს ისტორია და მას აქვს დაყოფილი კულინარია ეს არის, რასაც სამზარეულოში ვაკეთებთ, ხელობა, კარგი ოსტატობა, ჭრა, ხო აი ეს შუშვა, ტექნიკა, ყველაფერი, გასტრონომია ეს არის, ყველაფერი იძერწება ამაში, ხალხი, ერი, ურთიერთობა სამზარეულოსა და ხალხის ურთიერთობა და გასტრონომიაში შენი ფანტაზია თავისუფალია და არის მესამე ეროვნული სამზარეულო როგორც ნიშანი. იქ რო შეცვალო, ხალხი არ გაპატიებს. მოდი დავდოთ მწვანე ღომი. როგორც ეროვნულ სამოს და მე აი ესე გამოვიდეთ Facebook-ში. ნამდვილად. ხაშას მე ყოფილა ბევრჯერ ასეთ ღონისძიებაზე, სადაც ყოფილა ძალიან გათანამედროვებული რაღაც ქართული სამზარეულო და გემოფესტი მაგალითად რომელიც მათ გასტრონომია, ნახეთ შეხედეთ, ეგ არა, მას არ აქვს პრეტენზია როგორც მაშინ როგორ უნდა ნახე შეფი და ამ სფეროს წარმომადგენელი გიგი არის შემოქმედი ადამიანი. როგორც ლექსებს წერს პოეტი, ასე წერს რეცეპტებს თანამედროვე შეფი. თუ ჩვენ მხოლოდ იმაზე ვიქნებით, რა სჭამდა თქვათ გიორგი მე-12 და თურმე სვავდა თქვათ ჩაის ილითა და დარიჩინით საქართველოს უკანასკნელი მეფე სიტყვაზე ვიძახი, ან ვინმე ნებისმიერა შარდენმა ნახარო, თქვათ, ქართველი მეფის ქორწილში ნახა 7 ფლავი და 14-ნაირი პური სიტყვაზე და გაგიჟებული არქანჯელო ლამპერტი, რომელიც დადიანებშია და რეებს აკეთებენ და ზოგი მოწონს და ზოგი არა. ესე თუ ვიქნებით, ვერ გავითარდებით, ხო? თუ კი გასტრონომია ხელოვნება, მაშინ მის წარმომადგენელს აუცილებლად აქვს უფლება შექმნას ფიუჟენის, იმღეროს გიტარით, არ თქვათ როიალზე და კლასიკურად იმდროინდ შემოქმედებაა. თუმცა ეს მაინც უნდა დარჩეს რაღაც ხელუხლება. აი უკანას ემსახურება ჩემი საკარი ეროვნული სამზარეულო. მაგალითად სიტყვაზე რომ ეს აი ეხა რო რაღაცა აი მაშინ მის მაგვარი უნდა გამოიყენონ. მიხდი ანუ ასე ვერ იტყვი რომ ხაჭაპური გავაკეთო სიტყვაზე ხო? ხაჭაპური გავაკეთო სიტყვაზე არა ხაჭაპურული. აი მაგალითად ჩავდო რაღაცა სუში შიგნით და რაღაცა დავარქვა ხაჭაპური, ეს რა თქმა უნდა მე გეტყვით, ის რაც სიმბოლოთ არის აღიარებული, იმის ხელისხლება არ შეიძლება. აი მაგაში გეთახმებით. როგორც დროშა და ჰიმნი, ზუსტად ისეა. კი ბატონო. სხვა შორის მუსიკა ახსენეთ და
აი თქვენი მოღვაწეობა რაღაცნაირად მახსენებს იმ ქართველი მუსიკის კვლევარების მოღვაწეობას, თუნდაც ბატონი აზორ ერქომაიშვილის, რომლებიც რაღაცა დადიოდნენ და აგროვებდნენ და სწავლობდნენ სხვადასხვა კუთხეში და აი თქვენ როგორ არის თქვენი ეს პროცესი როგორ მიდის თქვათ როცა გაიგებთ რამე რეცეპტთან თუ მიდიხართ ხოლმე სხვადასხვა კუთხეში ალბათ და ესაუბრებით სხვადასხვა ადამიანს აი როგორ ხდება ეს პროცესი იგი კაი ვიცი რა კაი კითხვა და მიყვარს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მე ორნაირად მოგზაურობ ერთი წარსულში მოგზაურობ და მეორე თანამედროვეობაში ხო წარსულში მოგზაურობაში ბიჭერ ანუ ორგან მოგზაურობ წარსულშიც მოგზაურობ მე-19 საუკუნეშიც მოგზაურობ ხანდახან თქვა ჩემი შვილი დამიძახებს ან ტელეფონი რეკავს იქავ არ მივხვდი აფილს ველაპარაკებ ხო და ასევე მოგზაურობ თანამედროვეობაში ხა რა არის უკვე ერთი არის ხალისიანი თუ გინდა წამომღერი თანმიმღერი წავიდეთ ერთხელ თუ გინდა ერთად სამზარეულო ექსპედიციაში საინტერესო იქნება ნახეთ თუ კი გამომყვები შენ თვალი დაინახავ რას ანუ ნახე შენ აღთოვანდები რასაც ნახავ თუმცა ნახე მე როგორც კვლევარი რას ვაკეთებ ეს იყო წარსულში თუ ეს გემრიელი ადამიანი ხა იგონებს გასა და ხელშუა იგონებენ ხოლმე რეცეპტებს გასაგები და ჩემი ვალია კვლევარის რომ დავიჭირო დიქო ძირი ხო ძირი იყო თუ არ იყო რომ ისეთი რაღაც ჩაის გზა არის იყო ესე ძალიან კაი პროექტი და მთელ გურიაში სადაც ჩაი მოყავდათ იმ გზაზე ნატალია ბახტაძის ძალიან მაგარი პროექტი იყო და უცხოეთი აფინანსებდა 4 წლის წინ ექსპერტი ვიყავი და ყველა ოჯახში შევედი სადაც ჩაი მოყავდათ ქართული ეგ რაღაცა მენიუსაც ვუდგენდი და იმდენი ზღაპარი ლამაზი ზღაპარი შემომაგებეს მასპინძლებმა რომ ეს საქართველოში არ ყოფილა რომ მე მიჭირავს აი წყარო რაც არის დაფიქსირებული წყარო რომელიც ტექსტუალურად არის ან ხელნაწერი მეგი ან ნაბეჭდი როცა სტამბები შემოვიდა უკვე ბეჭდაში წავი და ეხლა თავიდან დავიწყე და ხე რა მოვწურე უკვე რეცეპტების კითხვა კი ეხლა დავიწყე ლიტერატურის კითხვა აი გინდა დამიჯერე გინდა არა ერთი სამი ღამე შენს იძახდი რაღაცა ყავას სვავდი და არქიტექტურა სპეციალურად სვავდი ყავს ვერ მოვწყდი კონსტანტინე გამსახურდიას თვარის მოტაცებას ოიმ რას ლაპარაკობ ჩემი საყვარელი წიგნია 22 რეცეპტი ამოვწერე რას ხოთა შორის და 82 ლოცვა და რიტუალი ლუკაია ლაბახუა ისეთ რაღაცეებს აკეთებს თავარი არავის რო არ გვახსოვდა ვინ არის თარა შემხარი პროფესიით ეთნოგრაფია და წერს ეთნოგრაფიულ ესეს და ეხა აბას აღარ გავაგზელებ, მაგრამ ნახე, ეხლა წავედი ტულიაშვილს თავიდან. სვანეთში ტრადიციებზე ძალიან საინტერესო. მეც იმდენი რაღაც გავიგე, რომ რაღაცა სულ მეგონა, რომ სვანეთში გზა სულ იყო და მივხვდი რომ სულ ახლა ხანს გაიყვანეს. ხო, როგორც ხო რეცეპტები, 1800 რეცეპტი მაქვს, რაც მე გაზეთებში, ჟურნალებში, ლაპარაკებში. მაგალითად, შენ მსახიობი ხარ და იცი ზურაბ ანტონოვი. კი, რა თქმა უნდა. დიდი ძალიან დიდი ხუმარა და ფაქტობრივად გადაუარა იმ დროის საზოგადოებას უტყლაშუნებდა ყველანაირად და ყველაზე მთავარი რაც არის ზურა ანტონოვის მზის დაბნელება საქართველოში აქვს ესეთი პიესა რომელიც 1850-იან წლებში დაწერა და ძალიან მაგრა პოპულარული იყო სერიოზულად აი აქ დაცინული ის კერძები რაც მაშინ შემოვიდა რაღაცაო ჟელეს ეძახიანო თრალი კაცი ვინც სახსახებსო სად არის ჩემი ბოზბაში ჩამაყოფინა პური ამომაყოფინა ეს რა მოიგონეს ეთყობა მაშინ შემოვიდა ევროპული მომსახურება და კი ბატონო სუფრაზე თავზე იესაული დიამბეგის იესაული დამატკებოდა სანამ ამ კერძს ჩამოუყვი აიღებს და კერძს ეს საწყალი ანტონოვის გმირები თავში ორი არის მამა ჩემს ოფტება ხოლმე მაგაზე დღევთ კი მიხდი ხო ეს არის მომსახურება კარგი რა შულო რა კი ბატონო მეც მიფიქრია გაცალეს გვაქვს ალბათ მაგრამ ანტონოვის გმირები აღადავებენ მე არ მოწონთ ეს შავი ბოთლები შემოვიდა ტიკითი და ხოლმე ყველა ეპოქა ეწინააღმდეგება იმ სიახლეს და ისი თქვა უკვე რომ ამოვწურე აი ეს უკვე ტექსტუალურად რაც ეწერა ხო უკვე დავიწყე ლიტერატურაში თავიდან ჩაძირვა და ლიტერატურული ძალიან ბევრი ხო თვარის მოტაცება ამეთი ძალიან უხვია ძალიან ბევრი აქვს დავით კუტიაშვილს ილიას ძალიან ბევრი აქვს ჩემი სულის წიწმატი და ერთმანეთს რო ეძახიან ეს ლუარსაბი და დარეჯანი და მოკეთილი ამბებია იქ ასე რომ ძალიან დიდ კულტურაზე ვდგევარ და ეს კულტურა ჩვენ უნდა ბიზნესში გადავიდეთ აუცილებლად აუცილებლად აქვე მინდა შეგახსენოთ ჩვენი
წარმოდგენის და ჩვენი მეგობრის და პარტნიორის კრედო ბანკის ძალიან მაგარი ინიციატივის შესახებ. ანუ თქვენ თუ გადაწყვეთ, რომ მეგობრებმა შეაგროვოთ რამე მიზნისთვის ფული, მაგალითად საჩუქრისთვის, ან საერთო ღონისძიებისთვის, ან ქველმოქმედებისთვისაც, ძალიან მაგარი ფუნქციონალი აქვს MyCredos, რომელსაც ქვია აგროვე. თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ინიციატივა, გააკეთოთ მული, გაუზიაროთ მეგობრებს, ვისთანაც ერთადაც აგროვებთ თანხას და ძალიან მარტივად გროვდება ეს თანხა. შეგიძლიათ გამოიყენოთ Apple Pay, Google Pay, ბარათის მონაცემები შეიყვანოთ, ასე რომ მადლობა ჩვენს მარტივესი პროცესი, რაც ძალიან მარტივი პროცესია, მართლა და მადლობა ჩვენს წარმოდგენს კრედო ბანკს ასეთი კარგი საქმისთვის. თქვენ გააქვთ ბმული. მე სხვათა შორის მე სახლიდან არ გამოდივარ ბმულით ვარ გავაკეთე. ძალიან კარგი. ყოველი ჩემი დღე იწყება ბმულით. მეც დილიდან მე და მეგი ესე გაუგზავნით ხოლმე ერთმანეთს. ჯერ ინიციატივას გამოვხატებ და მე ბმული. მართლა საინტერესოა რომ ჩავიწყე. საინტერესოა რომ სულ არის ხოლმე ეგ პრობლემა სხვათა შორის. მეგობრებში მეც ბევრჯერ ყოფილა და მე საჩუქრის შეგროვება შეგროვებაზე ადამიანზე ხდება ხოლმე ყველაფერი და ხო ეს არის ძალიან მაგარი ინიციატივა ასე რომ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. მე სამეგობროს თავი როა და რო აგროვებს იმას ასრულებს ეს ბმული. კი ნამდვილად. ბმული ჩვენი მეგობარია. სხვათა შორის ძალიან კარგად მუშაობს, როდესაც ბინის ოჯახების სამეზობლო როცა აგროვებს ამ ხანაგობას რო ეძახიან კი გერმანული ანგარიშის ერთ-ერთი ძალიან კარგი საშუალებაა მადლობა ძალიან კარგი მართლა აი დროს დაგვაზოგინებს და იმ ადამიანს კიდე არ გადაღლის ჩვენში მე სამეგობროში რო ერთია ხოლმე და სუროსიები დარბის და მე რო უნდა გაგახსენოს რომ იცი რა ეს თქვენი პროგრამის შესახებაც რომ გვესაუბროთ, გემოთერაპია რას გულისხმობს, რა მიზანს ემსახურება და აი უფრო მეტი რომ მოგვიყეთ ამის შესახებ. დავიწყე დიეტა. ეს დიეტა გადავწყვიტე და რას მივხვდი გიგი. დიახ. რომ ყველა დიეტა მიყურებდა თვალებში და იყო ჩემი მტერი, ანუ მე ის მიყურებდა, მაგრამ მე ვერ ვუყურებდი და დავიწყე მე როგორც კულტუროლოგმა დავიწყე იმაზე ფიქრი, რომ ჩემთვის ყველაზე მაგარი არქეტიპი რა არის, აი რა ტვინი ესეა და კოლექტიურ მეხსიერებას ეგ აქვს, რომ აუცილებლად არქეტიპებით აზროვნებს. რაც არ უნდა სხვისი ზღაპარი, მოკლედ ეს შენი ზღაპარის თემა. და ესე დავაწყე რა, შევისწავლე სადაც გეტყვი ჯერ ქართულ 5-4 გემოა და მე 5 ხა უმამი და ამადეს, მწარე მლაშე ტკბილი და მჟავე. და არის უმამი და ამადეს აღმოსავლური გემო, რომელიც ეხლა ხან შემატეს 50-იან წლებიდან. თუმცა მოსაკვეს დასაწყისთან დაიწყეს. ჩვენში ეს გავს სოკოს და პომიდორის გემოს, მაგრამ აღმოსავლეთს ესმის წყალმცენარის გემო. ჩვენ ეს 4 მუდმივი გემო გვაქვს, რითიც კეთდება ამდენი ლამაზი სამზარეულო და გემო. დავიწყე ქართულ სინამდვილეში, რომელი გემო ჭარბობდა. მე ფსიქოლოგიურად დავამუშავე ეს გემოები. ანუ მივხვდი, რომ ცხარე გემო არ არის ტკიბლის რეცეპტორი, მწარეა გემო. ჩვენ ძალიან გვიყვარს მჟავე, ძალიან ბევრი და ნახე ყველგან ეს ქართველი ამჟავებდა და ეს მჟავის კულტურული სიმბოლიზმი ავიღო და გამომივიდა საოცარი ტრანსფორმაციის პროექტი, რომელიც რამდენიმე ჩემს ფსიქოლოგ მეყვარს თანამედროვე ადამიანის ტვინი ინტერდისციპლინურია. თანამედროვე ადამიანს უნდა ის სხვადასხვა მხრიდან შეახედო სამყაროს და ფსიქოლოგებთან კონსულტაციით და ჩემივე კულტუროლოგიური მიმართულებით ავაგე ესე ძალიან საინტერესო პროგრამა, რომელსაც მე თვითონ დავიკელი, გიგი. რომ ჩემი მაგალითად შევისწავლე ყველა ქართველი მწერლისა და ცნობილია, მე ვინც მომწონდა გარეგნობით, მოდი ესე ვთქვი, მათი ჭამის რეჟიმი და ცხოვრება. დიმიტრი ყიფიანი ჭამდა საათობრივად. არასოდეს არ გადააშორებდა დროს და იყო მუდმივად რაღაცა მაგარ ფორმაში. ეს ჩვენი უსაყვარლესი და მე ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ ილიასაც უყვარს პირში ეუბნება, მსუქანი და საშინელი ხარო ლუარსაბთან თქარიძე. მოყვარეს პირში უძრახება და იგი გვიყვარს. რო შეჭამ ძალიან უყვარდა სხვათა შორის ლუარსაბი ეტყობა კიდევაც რომ კი, მოყვარეს პირში უძრახება, ეს მოყვარია. რო შეჭამდა ესევე გადაკვირდა. მე მივხვდი ხო რომ ტემპი და ქართველების ორი არქეტიპი გვაქვს. ხო ერთი ლუარსაბობა სხვათა შორის ილიას კარგი პუტკო იყო, იმიტომ რომ გრიგოლ ორბელიანმა ხო წამოაძახა ეს ლიბერალი ბურთივით მრგვალიო. ძალიან კაი ბურთულად და მრგვალი იყო, მაგრამ თან მანსვეტაშვილი მისი მეგობარი ეგონებს ისეთ სუფრები ქონდა ილიაობაზე, რომ რა გითხრა. კი, წელიწადში ერთხელ მართავდა მარტო ერთხელ სხვა დროს არა. ხაში ედგა 4 ჯამისო და პურითო გაავსებდა და მადლიანი ჭამაუყო. რა ფორმაში? ხო, ეხლა ილიასაც ალბათ თავისი პროექცია ქონდა ლუარსაბზე, მაგრამ სად მივდივართ ეხლა ამაპატიებს ილიასული. მე ესე გავაკეთე, ქართველი
ქართული ლიტერატურიდან და ისტორიიდან არქეტიპები, რომლებიც კი არ წავედი ბერძნულ მითოლოგიაში და აფროდიტეთი და ჰერმესით კი არ დავიწყე აგება, ფაქტობრივად კი გამოვიყენე იუნგიც და ჯოზეფ კემბელიც, მაგრამ ეხლა მაქვს ესეთი პროექტი, რომელიც ძალიან მოწონს ყველას. ეს არის ქართული არქეტიპები, შენ თვითონ ირჩევ მაგალითად დიმიტრი ყიფიანის დიეტაზე დაჭდე თუ ლუარსაბის დიეტაზე. ტვინი ოხერია, ხდება რომ იქით არ უნდა წამოყვეს. და ამიტომ იწყებს ამ შენი ლიტერატურული არქეტიპით იქით წასვლას. და მე ყველაფერს ამას გიგი ვეძახი შენს გასაგონად ვაბობ და იცი რატო? ვეძახი სულხან-საბას დიეტას. იმიტომ სულხან-საბას უწერია რომ 5 ჯერ ჭამდა ძველი ქართველი. იწყებდა საუზმი და უზმარი უჭმელი და საუზმე, ანუ უზმოს ჩასაკლავი, მე იყო სადილი, რომელიც არ იყო ძალიან ნაშუა დღეს, მე იყო სამხარი, მე იყო ზარმელი, რომელიც იყო ერთ-ერთი კიდე აი სამხრის შემდეგი, მე იყო სერი, სერობა რასაც ქვია. ანუ ვახშმის წინა და პირუტყვივით ვინცას ჭამდნენო, სერის კურსსაც ჭამდნენო, მიხვდი ხო ღამის ჭამელები. იქ უკვე პირუტყვივით აღარ მომეწონა. ამ სიტყვებით ვიხემ. ნახე, ქართულ კოდში რაც ის ჭამა არის საზრდოობა. ჭამა მაგარი ყოფილა. უნდა ჭამოთ, მაგრამ გაძღომაო. ძალიან ცუდი. ბევრი ქონის ქოლა, მრავალქონობა. საშინელი სიტყვები უწერია, მიხვდი? და გაძღომაში აქვს კიდე რაღაცა საოცარი ისეთი სიტყვები, დღეს მე ზუსტად ამას მე მივხვდი, რომ ქართველი სულხან-საბა 1725 წელს გარდაიცვალა. უკვე ხელნაწერი დატოვა ეს თავისი ლექსიკონი და მანამდე სულხან-საბას ჰქონდა ეს მოგროვილი, ხო? ანუ მოდი ასე ვთქვათ, მე-16 საუკუნე ყველაზე ადრე რო ავიღო და აბდულ ვეფხისტყაოსანში ესე რა ლამაზები არიან ვეფხისტყაოსანი. ძალიან. რომელ არქეტიპისკენ წავიდეთ? თუ აიგირჩევდი. ხო და ნახე ეს იგი ქართველს ეს დიეტური თემა ჰქონდა. 5 კვებას ასახელებს, ნორმალური ადამიანი ორჯერ ჭამსო პირდაპირ გეუნება საბა, ჰადახა სამჯერო და ვისაც ბევრიო მუცლის ამოყორვა უნდა და კატასტროფებს ამბობს კიდე სიტყვებს არ დავასახელებ, ისო 5 ჯერ ჭამდა. სერსაც ჭამდა და სერის 5-საცო. ამიტომ მე აი ამ დიეტას დავარქვი სულხან-საბა ორბელიანის და ქართული არქეტიპების დიეტა, რომელსაც რა ვიცი ძალიან კარგად ბევრი მომხმარებელი ყავს და არ დაგიმალო რომ საათობრივ კვები და არაფერი სხვა მიღებით ბევრმა ადამიანმა ჩემთან ერთად დაიკლო. ჩამობრძანდი სადაც მე ამაზე ჩამოვალ თუ არ ეგრე მოვალ თქვენთან. ქაბატონო ესმა მე ვიცი რომ 2 წიგნის უნდა ველოდოთ ქართველი მკითხველები და ძალიან არ გამოგაპარებ. არ გამომაპაროთ აი ველოდებით. ველოდებით. გესაუბრე ჩემი წიგნიდან ნაწილები, ერთი იქნება ქართული სამზარეულოს დაბადება, სადაც 300 გვერდზე მეტია და ჩემი სადოქტორო შევა და როგორ გაჩნდა დაძმა ერისთავების ხელში ეს საოცარი წიგნი და მეორე ძალიან მოეწონება, მე მგონია რომ თანამედროვე თაობასაც და დიდ თაობასაც ეს არის მე-19 საუკუნეში ევროპა, ევროპული სტილი და ევროპული რეცეპტები მე-19 საუკუნის საქართველოში. აუ რა საინტერესოა. აი უკვე ძალიან ბევრ ამას გაიგებენ და მივხვდებით რომ 200 წლის წინანდელი ქართველი მხოლოდ ფხალზე და ციბღომზე არ იყო. რომელი მივიწყებული ტრადიციის გაცოცხლებას ისურვებდით ყველაზე მეტად დღეს? პრინციპში ისეც რაც ჩვენც მოგვესწრო რა, ნუ არა და თქვენც და რა ვიცი ჩვენ მშობლების და თქვენი ბებიების და ასეთ თაობას ძოლთბილისში იყო რიგის პური ერქვა. რომელიც გადაპატიჟებებით ხდებოდა და საზიარო აგროვეს გავდა. საზიარო ცხარს იყიდნენ, საკიტორაგოს იყიდნენ და რომელი მეზობლის რიგიც იყო აუცილებლად ის ღვინო და პური იმისი იყო და ყველი, მაგრამ დანარჩენი აგროვეთი ქონდა ნახები. დაახლოებით ეს ტრადიცია მოიცავს აი წეღარაც თქვით კრედო ბანკის აგროვეს, რომ წინასწარ შეგროვდებოდა ეს თანხა, მიდიოდნენ ან ცხარს იყიდნენ, ან თხას და დიდორაგულსაცო ზიარათ იყიდნენ და ერთმანეთში გადადიოდნენ. ან Facebook-მა და ხან COVID-მა და ხან პანდემიამ და ხან Facebook-მა ისე შეგვისრუტა, რომ დაკვირვები ხართ, ხა ძალიან საყვარელი ადამიანს რამდენი ხანია არ გინახავთ. ნამდვილად, კი. მარტო წელს წოდორეთში ისეთი თოვლი იყო, რომ არ დაგიმალავთ, რომ ახალი წლის მერე პირველად ჩამოვედი თბილისში. ასე რომ აი მან მიდა მოებში ცხოვრობს. მიხდი ხო რა გადავიღეთ. ამიტომ ხან ესეთი პრობლემაა, ხან ისეთი, მაგრამ ძირითადად მაინც აი ამ ტექნოლოგიებმა შეგვისრუტა. კი ბატონო. რამდენადაც წარსულს დაგვაახლოვა ტექნოლოგიებმა და ყველა ძველი ფოტო გააცოცხლა, იმდენად ცოცხალ ადამიანებთან დაგვაშორა. კი ბატონო. ასე რომ ალბათ რიგის პურს გავაცოცხლე. საოცარი რაღაც აღნიშნეთ, იმიტომ რომ მე მახსოვს ბავშვობაში. ეს ინიციატივა და აგროვეთი აი ეს მართლა საოცრება, იმიტომ რომ ბავშვობაში
მახსოვს აი ზუსტად ეს მე იმერეთიდან ვარ ქუთაისში გავიზარდე დავიბადე და აი მახსოვს როგორი ტკბილი იყო თუნდაც ბავშვობაში ჩემთვის აი საჭმელად მივდიოდ ვიპარებოდი ხოლმე ყველაზე ისეთ მეზობელთან რომელსაც ვიცოდი რომ ტყევალი და პური ქონდა მაგრამ აი ეს თქოდა სიყვარული კი ნამდვილად და აი ეს რაც თქვით ზუსტად მან წამიყვანა რომ რამხელა რაღაც არის როცა რაღაც მეზობლები ერთმანეთს შეუვლიდნენ და რაღაც ერთობლივად ხდებოდა ეს ყველაფერი გიგი ვიცი რომ კითხვა გაქვს და ქუთაისის გარეშე ვერ ერთ ქუთაისზე რო არ უთხრა გავგიზდები 1915 წელს ქუთაისში გამოიცა ძალიან ქალების ინიციატივით ძალიან მაგარი სამზარეულო წიგნი, რომელსაც ერქვა ევროპული და ქართული კერძები და რო დავთვალე, ყველაზე მეტი ევროპული კერძია ქუთაისში ოცხელის გამომცემლობაშია დაბეჭდილი და ორ კერძს გეტყვი და აბა თუ გააკეთებ რეცეპტს გეტყვი და თუ გააკეთებ. ერთი არის დრეზდენული ტორტი, თავმწმეტი, იგივე პირამიდული და მეორეც არის ესეთი ფისტის ტორტი. ასე რომ ფისტა ეხა რომ დუბაის შოკოლადი რო მე მეგონა გუში წინ როგორ გეკადრებათ ორივე რეცეპტს გეტყვი და თუ გააკეთე ძალიან აუცილებლად თან მეზობლები ვართ ჯერ თქვენთან მოვალ და შემდეგ ფისტის ტორტზე ჩემთან აუცილებლად გავაკეთე წარენუშისა და ფისტის ტორტი ასეთი აუცილებლად აი ხა ვისაუბრეთ ბევრი წარსულზე და თქვენი აზრით რომელი არის 21 საუკუნის კერძი საქართველოში რაიმე მეტაფორულად თქვა დაახლოებით თუ რეალისტურად გინდა ვთქვათ ალბათ ხაჭაპური აჭარულიც და ჩვეულებრივი ხაჭაპურები მეგრული მერულიც და ხინკალი ალბათ ლიდერობს და ვერანაირად ვერ ეწევა ვერ ზღომი ხარჩო და ვერ ჩემი საყვარელი ფხალეული და ნიქსეული ვერანაირად იმიტომ რომ ორივემ გადაინაცვლა ქუჩის კვების და ბიზნესის ყველაზე ლობიანიც და გურული ღვაწლიც ნელ-ნელა მიუწევს და ბევრ საცხობში არის კი გურული ღვაწლი თუ ამ კომერციული და მარკეტული თვალით მეკითხები თუ მეტაფორულად მეკითხები როგორც თავიზიტო ბარათი პრინციპი საქართველოსი ნახე აი მან მოხდა მთელი ამბავი ტურისტი ყველა ხომ არ უჯდება ვთქვათ ისტორიას არ კითხულობს რაც ნახა პირველი რაც ჩვენ მარიფათზეა და მუღამზეა ჩვენ რას ვანახებთ შეგვიძლია რომ შევიტანოთ რაღაცები ისეთი ქუჩის კვებაშიც რომელიც მაგალითად როგორც სუში გახდა ქუჩის და მე იმასაც მივხვდი ლიდერობს სუში ხო არა ხო ქართული არ არის და მოსული სტუმარი კერძია ზუსტად მივხვდი რატო ჩვენი ზღვის ხალხი ვართ და თევზის გემო გვიყვარს ჩვენი კერძები დავკარგეთ რომელი დავკარგეთ თევზის საერთოდ დაკარგულია ქიზილალას კაბაბი გავაკეთოთ საოცრებად გესმით ხო რა დღეში იყო ეს მისი ანუ ჩვენი წინაპირის გემო ეს რეცეპტორები და ჩვენი ახლა ამიტომ თუ მეკითხები გიგი შეიძლება ვთქვათ რომ ცეზარი და სუში ლიდერობს ეხა წამოვიდა ატრია და აზიური გემოები ეს მაინც ჩვენი კოლექტიური მეხსიერების ტკბილ ცხარეობას ხედავ ამაში ტყუილა და ხე იუქსა ძალიან სწორად რომ შენ არც ადამიანი გიყვარდება და არც საჭმელი მოგწონს და არც არაფერი თუ ის შენში უკვე არ არის საინტერესოა რაღაც სენსორს აღვიძებს საინტერესოა კი აი ეს არის ამიტომ თუ ასე მეკითხები შვენივრად ხაჭაპურს და ახინკალს უტოლდება სუში იმიტომ რომ ახალი თაობა სუშის იწერს ლაფშა ატრია რასაც ვეძახით მიუხედავად იმისა რომ მსგავსი რაღაც ეს ხელი დაწნული მაკარონული თემები სავსე ქონდა საქართველოშიც ქონდა და თავისი ჭათხინკლები ვიპოვე ვთქვათ საინგილოში და წერია ივანე ჯავახიშვილსაც ვაიმე ცომს აფტყელებდნენ ხარშავდნენ ამოყრიდნენ ჭადებივით იყო ეს ცომები და შინდის ჯევეს მოასხავდნენ ინგილოური ტერმინია შინდის საწებელს არა რა გემოაგით საოცრება მე გავცხარია თან ეს შინდის საწებელს ჩემთვის ძალიან უცნაური იყო მე მაგას გავაცოცხლებდი რესტორანში მე სიამოვნებით როდესაც გავსინჯე აპოხტიც კი ნახე ეს ხო აი იგივე ნახე აპოხტი ხოცა დელიკატესია ბატი არის შებოლილი რომელსაც მსხეთშია დარჩენილი ეს ტრადიცია მაგრამ ბევრ განაკეთებდნენ არა და გამიგია მაგრამ არ გამიგია დასვი ამ კითხვით მე მიუმართავდი სიამოვნებით ამ სფეროს წარმომადგენლებს და
კი, ბევრმა ძალიან იჭერი მეგობარი შეფი მყოზე ხისი არ გამოვიდეს, ისინი არც ჩამოუთვლი რომ არ ეწყინოთ, მათ გააკეთეს, გააცოცხლეს, აღადგინეს, მაგრამ ნახე, აი მაინც ქუჩის რახან ძალადობს ქუჩა კულტურაზე, ხო, იმიტომ რომ ჩვენ ყველა დავბივართ პრაღას რო ჩავივლი თქვა თან პარიზში ხარ, ხო, ესე ბიბლიოთეკას ხო არ მიაკითხავ და რასაც ხედავ იმას ისრუტავ. ამიტომ ეს ხო ჩვენ მარიფათზე და ჩვენს გემოვნებაზე შევთავაზოთ და იმას დაიმახსოვრებენ, რასაც ჩვენ შევთავაზეთ. მადლობა. მოგზაურობა ვახსენე დასაწყისში და მართლა ვერ წარმომედგინა რომ ასეთი საინტერესო იქნებოდა და უღრმესი მადლობა ამისთვის თქვენ ნამდვილად ქართული სამზარეულოს ისტორიაში ვიმოგზაურეთ. ჩვენი მაყურებელი დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრ საერთოდ ახალს და ჩემთვისაც ძალიან ბევრი რამე საერთოდ წარმოუდგენელი და სიახლე იყო. მადლობა ამისთვის. მადლობა თქვენ. და თქვენ გისურვებთ უამრავ წარმატებას, აუცილებლად დაველოდებით თქვენს წიგნებს, რომელსაც ალბათ პირველი ვიქნები, რომელიც შეიძენს, იმიტომ რომ აი ის ბაზა რაც მივიღეთ დღეს, საოცრებაა ნამდვილად და ძალიან მინდა გამიჩნდა სურვილი რომ ამ ყველაფერს ჩაუღრმავდე და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრს ექნება ამის სურვილი. წარმატებას გისურვებთ ყველა წამოწყებაში. მადლობა. მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ წარმატებები. ერთ სული მაქვს მართლა თქვენთან სტუმრად რომ მოვა. და წიგნის პრეზენტაციაზე პირველები ჩვენ ვიქნებით. შენი მგზავრული არქეტიპი არ გაგაჩერებს რა არ მოხვიდე. და ახალი მეზობელი და მე გამოგყევი. მე გამოგყევი. მე ჩვენს მაყურებელს ვეთქვი რომ გამოყვნენ ჩვენს და გამოიწერონ ჩვენი არხი, დააჭირონ ზარის ღილაკს, დაგვიკომენტარონ და იმეგობრონ ჩვენთან. ნახვამდის. ნახვამდის.